თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ძლიერი საქართველოს ლიდერს მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ხაზარაძის მიმართ 50,000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ ეთანხმებოდნენ ადვოკატები. ლევან სამუშიან პროცესზე თქვა, რომ ახალი დანაშაულის და მიმალვის საფრთხეებზე პროკურორის პოზიციები დაუსაბუთებელია. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ თქვა, რომ სხდომაზე დეტალურად წარადგინა ის არგუმენტები, რის გამოც ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა. ჩვენ სხდომაზე წარვადგინეთ ძალიან მკაფიოდ ის არგუმენტები მიფირადა და ჩვენ ადვოკატებმა, თუ რატო არ მივედი, ეს არ მისვლა შეგნებული, ამის შესახებ იქნა ცნობილი პროკურატურისთვის, სასამართლოსთვის, რომ ჩემი არ გამოცხადდება არალეგიტიმურ სასამართლოს შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში არის ჩემი შეგნებული ნაბიჯი. ამავე დროს დაისვა კითხვა შესწავლილი იქნა თუ არა არალეგიტიმურობა ამ კომისიისა, როცა პროკურატურამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ, ესე ვთქვათ, ბრალის საყენების და გამოძიება, რა თქმა უნდა ამაზე პასუხი არ აქვს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ფართო საზოგადოებისთვის ორი რამ. პირველი, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას, ისევე როგორც არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტს მსოფლიოს ცივილური სამყარო, დემოკრატიული ქვეყნები. ეს არის ჩემი უყევი პროტესტი და ეს პროტესტი იქნება მხარი არანაირი და ვერანაირი გადაწყვეტილება მე ამ წმენას ვერ შემაცვლევინე. ქართული ოცნების პარლამენტის ეგრეთ წოდებული დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თია წულუკიანის განცხადებით კომისია ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. ამის შესახებ წულუკიანმა ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე თქვა. წულუკიანის განცხადებით ასეთი კატეგორიების საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა სტანდარტი. არსებითი განხილვის პროცესში მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ არის წინასწარი პატიმრობის გამოყენების, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამ შეფასებას დავეთანხმოთ, ვინაიდან ასეთი კატეგორიის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სტანდარტი და შესაბამისი კონვენციურ სტანდარტთან. ეხლა ჩვენ დაველოდებით არსებით განხილვას და იქ უკვე როგორც იცით შესაძლებელია რომ მოსამართლემ გადაწყვიტოს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღოს, რამდენიმე ვარიანტი აქვს გადაწყვეტილებისა უკვე არსებითი განხილვის შედეგად, მათ შორის ამ ვარიანტებს შორის არის სისხლის სამართლის ჯარიმა და ასევე პატიმრობა 1 წლამდე. მომდევნო სასამართლო პროცესი 19 მაისს 13 საათზე ჩაინიშნა. ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის მუხლით მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების პარლამენტის ეგრეთ წოდებულ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადეს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც. მათ წინააღმდეგ თია წულუკიანმა პროკურატურას მიმართა. ისინი პროკურატურის ნაცვლად დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. იმ შემთხვევაში თუ ისინი ოცნების პარლამენტში მისვლაზე უარს იტყვიან, მათ მიმართაც სისხლის სამართლის წარმოება დაიწყება.